მეოთხე დღე უკვე ავსტრიაში ვიმყოფებით, მიმდინარეობს 100%-ით მზადება, ჯერ 4-ში ხვალ თამაში გვაქვს რუმინეთთან. კარგი განწყობაა, რაც თავარია გუნდში და სულმოწმუნდად ველოდებით ერთ მატჩში თამაშს ოფიციალურს პოლონეთთან გავხსნით ევროპის ჩემპიონატს. ჩვენი რაც გრძნობ თავს, მიხარია რომ აქ ვიმყოფები ბიჭებთან ერთად ამ ძალიან კარგ ტურნირზე. შევეცდები რომ ყველაფერი დავეხმარო გუნდს და ჩვენს სამშობლოს ასე ვთქვათ ძალიან კარგი ამბებით ჩავიდეთ უკან. გქონდა საუბარი, ვიცით რა დონის გუნდი არის, ძალიან კარგი შეტევის ხაზი ყავთ და შევეცდებით რომ გავანეიტრალოთ, მოვემზადოთ 11-ის თამაშისთვის და კარგად ჩავამთავროთ ხვანდელი თამაშიც. რაც შეეხება ამ ტიტულებს, კარგი სეზონი გქონდა 8 წლის შემდეგ. პირველად შევძელით ორივე ტიტულის მოპოვება შვეიცარიაში, გუნდისთვის რა თქმა უნდა და ქალაქისთვის ძალიან დიდი წარმატებაა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ბიჭებთან ერთად ამ გუნდის ნაწილი ვიყავი ამ სეზონში და ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან გახარებული. დიდი გამოცდილება დამიგროვდა პირველი 21-ების ჩემპიონატიდან საქართველოში როცა ჩატარდა გულშემატკივარი ეს გარემო ძალიან დაუჯერებელი იყო და ჩემთვის ძალიან წინწამწია ამ ყველაფერმა მე რა თქმა უნდა პირველ გუნდთან ერთად ეს ამას ვერ აღწერ საერთოდ ისეთი ემოციები იყო გერმანიაში და ვეცდები ამ საბოლოო განაცხადში თუ მოვხვდი ვეცდები რომ ჩემ გუნდს მოვახმარო ესე რომ ვთქვათ ეს გამოცდილება და კარგი შედეგის მიღწევაში დავეხმარო ასე რომ ვთქვათ ამ ჩემპიონატს.